ლაპარაკი განხორციელდეს, მაგრამ ამისთვის არც საქართველოს ხელისუფლება იყო მზად და არც საქართველოს მოსახლეობა და მთელი საზოგადოება არ იყო მზად პლურალისტური სახელმწიფოს ჩამოსახალისებლად. ანუ ჩვენ ვარდების რევოლუციის ხარდოვანმა ხასიათმა შეგვაქცინა, ეს აბერაცია იყო, ეს შეცდომა იყო, არ მოხდა ეს ისე როგორც გვეგონა, ეს თვისი დამსახურებაა, ისტორიკოსები ვერ იციან რა და როგორ მოხდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ჩვენი დამსახურება, ჩვენ არ აღმოჩნდით ისეთი მაგარი ხალხი, რომ აი შევარდნაძე ესეც რაღაც გაუსვით, ჩვენ ვერ შევძელით შევარდნაძის გასამართლება. და ვინ უნდა სააკაშვილი და ჟვანია და ბურჯანაძე რო გამოვიდნენ და შევარდნაძე რო გადაძღა ამას სახელი კაშმირი რო ჰქონდათ. ბუნებრივია სახე წაეშალა სწორედ იმის გამო, რომ ითქვა ალბათ იქ რომ შევარდნაძეს ხელს ვერ ახრებს და რა ის არის გასამართლო არ იქნება და არაფერი. საქმე მე არ ვარ სისხლისმელი კაცი. მე სულ ამჭირდება შევარდნაძეს ციხეში. მე მჭირდებოდა ისე როგორც ხელმძღვანელი ჭირდება დამნაშავის ერთხელ დასჯა ეს ეხება შევარდნაძეს ეს ეხება და მე მომხრევა რომ არაინ არ წავიდეს ციხეში. უბრალოდ უთხრათ რომ შენ სასამართლომ შენ გითხრა რომ შენ დამნაშავე ხარ. ამის გაკეთება არ შეიძლება. ერთგვარ სარევიზიო კომისიას, ერთგვარ საარჩევნო კომისიას და თქვა სიმართლე. ნუ რა ვიცი, წინასწარ გამოვაცხადოთ, იქნება დიდი ამნისტია, რომელიც იმაზე დიდი იქნება, ვიდრე და სხვა ჩვენ მინდა გითხრათ, ჩვენ ფილოლოგებს გულით ხდება, გამო საქართველოში უკვე ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ მაშინ ელიტაში, რომ სწორად გამოთქვათ ერთი სიტყვა რა. ახლა ესე იგი ამ ამნისტიის დამახსოვრება იმიტომ ასეთი ნაკლები. აი მე ახლა მივხვდი საქართველოში არ იქნება არც ერთი პატრიოტი, ყველა გარეთ გამოაშალვა რამიშვილის გარდა. და ჩვენი საზოგადოება ამას იტანს. ანუ ფაქტობრივად უდანაშაული კაცი უნდა იგდეს მარტო იმიტომ, რომ სააკაშვილის წასეს სულს და ყველა სხვა უნდა გათავისუფლდეს. მე მივესალმები ყველას გათავისუფლებას, ახლა ის ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ფაქტი არის ერთი. ეს რევოლუცია არ შედგა რევოლუციონერების გამო. მათი მომზადებლობის გამო, მათი არაწმინდა პოლიტიკური მოტივირების გამო და ასევე მათი ინკავშირების გამო, რომელიც ჩვენთვის ზოგიერთი დღემდე გაუგებარია. მე შეგახსენებთ, ყველაფერ ამას მოყვა საოცრებები, თქვა ტენდერების სფეროში, აეროპორტის ტენდერს როცა ვახსენებ, სულ მახსენდება, მარტო ის არა, რომ თუძმა ფირმამ ააშენა და საკურავი ვერ გაუკეთა. არა, ის რომ გერმანულ ფირმას, რომელიც იაფად აშენებდა, მოუგო თურქულმა ფირმამ, რომელიც ძვირად აშენებდა. ეს ლოგიკა, რომ გერმანელებმა არ იციან აეროპორტების შენება და თურქების ფირმას, რომელსაც ჯერ არა უშენებია, ახალ საქართველოში შეუძლია. ასეთი რამეები ხდებოდა. ამას ვინც აკეთებდა, ის ხალხი შესანიშნავად გნობს თავს. არც ერთი არ არის ახლა მინისტრია ზოგიერთი ოპოზიციაში წასული დღეს ესე იგი აქეთ მოძღლავს რომ რა და როგორ უნდა იყოს. მე მიმაჩნია რომ ჩვენ იმდენი ახლა ჩვენ არ ვართ სოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ ვართ სოფლიოში ყველაზე უცხო ხალხი. ჩვენ ვართ ერთი პატრიოტული ნორმალური ხალხი, რომელიც ძალიან დიდი ხანია ვართ კაცობრიობის ისტორიაში ჩვენს ფუნქციას ასრულებს. მაგრამ პოლიტიკური ხალხი ჩვენ ასე უნდა უმწიფარი საზოგადოება ვართ რა. ახლა არავის არ ეცნობს რომ ბატონო ჩვენ სოფლიო დონის გენიოსები ყავს პოეზიაში, მაგრამ სოფლიო დონის პოლიტიკოსებთან და პოლიტოლოგებთან და სხვა გვაშორებს რამდენიმე ათეული კაცშემთხვევაში ან ასეული წელი. ჩვენ სტრუქტურები არ შექმნით. სააკაშვილის თავი განაშაული რა არის? რომ კადრებს ცვლიდა, შევარდნაძის მოსამართლეები მე არ მინდა თქვა ისა. ამას რა აზრიათ, მისი კადრი არის შევარდნაძის რა თქვა. სტრუქტურები უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც იმუშავებდა იმ შემთხვევაში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხო იყო შემთხვევა, რომ არასათანადო პრეზიდენტი არჩევა. რუატელი ხო ყავდათ ეს პრეზიდენტი, რომელიც არ ვარგოდა. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატების იმიჯში ეს ყველა სოფლიოში მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ამ განსაცდელს გაუძლო. და აღარ ახლა ახალი ენერგიის სულ სხვა კაცი აირჩია, ამას საშინელი დარტყმა მიაყენა თურმე სააკაშვილის გარემოცვას, უგულავა და ბედნიერია რომ სუბელიან შეტენა ის მაკეინიანი ნომერი და თურმე მის ყოფილა თავიდან ერთი სიტყვით მე მისვლა მინდა რომ საქართველოში ყველაფერი გაირკვა. 5 წელი აღმოჩნდა საკმარისი რომ ყველა პატარა ბავშვიც გარკვეულიყო რა მოხდა. ფინალი ამისი იყო 4 წლის თავზე. შარშან 2007 წლის 2 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუცია სამთავდა, დაბრუნდა გიორგობა
და დაბრუნდა ის, რაც იყო ტრადიციული და მრავალსაუკუნოვანი, ეხლა ვინმე თუ მასლა დარწმუნებული 10 წლის მერე ვინმე იტყვის, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდა და ეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წმინდა გიორგის ამბავიო, მე ამისი ამჯერა და ვისაჯერა ახლა იმას გავატარებ. რევოლუცია მასა დამთავრდა 2 ნოემბერს რევოლუცია პირველი მოგონცენ ამბობ ამბობს და აი თავად რატო არ მოუძებნეს ახსნა რატო მოვიდა 2 ნოემბერს 187,000 კაცი რომ მე ვიცი თანამგზავრი დაფიქსირდა ეს საქართველოს იყო რატო ვერ აანალიზებს ეს რეჟიმი აი სერიოზულად რატო ვერ აანალიზებს მოტივაციას ჩემი აზრით გავანალიზოთ კი ბატონო მე შევეცდები ახლა ეს მისია ვიცის რომ ახალი კითხვა დაწუნებული კი არა რომ ეს ასე იული საქმეა მაგრამ მე ვესალმები სიტამამეს რომის კიდევ თქვენ მე მიდიძგებთ ახლა კი ბატონო გავაანალიზოთ რატო მოვიდა ამდენი ხალხი და რატო ვერ მისცა ხელისუფლება ვერ მისცა იმიტომ რომ იბოდიშ რა მოდით რეკლამაზე გავაკეთოთ მაყურებელს შემოვყავდა რეკლამის შემო ვისაუბროთ აი რატომ დასრულდა 2 ნოემბერს რა შეცდომები დაუშვათ მე საერთოდ მინდა სულ გითხრა ნაპოლეონი მერე წერდა რომ საფრანგეთის იდეალებს ემსახურებოდა თავისუფლების იდეალებს საფრანგეთის რევოლუციის იდეალები დაუსრულან მთელ ევროპას ამ რევოლუციას ჩვენ ვერ დავიტოვოთ და სხვას რა დაუტოვებთ და აი ეს მაინტერესებს თქვენი აზრი მაყურებელი შემოვიყანოთ გისმენთ დიახ ბატონო გისმენთ მესმის ისმის არ მესმის თქვენ ისაუბრეთ გამარჯობა ბატონო ლევან დიახ თქვენთან არის სამთი გასაკვირი რა დიახ საინტერესოა თქვენ შვილიანი კაცი ბრძანები და ქართველებს დაუნები ხვალ გონია გაშვა აპორეულები სიმართლეს სიამოვნების რა მოხდა საქართველოს ვარდების რევოლუცია კი არა მასონების რევოლუცია მოხდა რომელიც გეგმა შემუშავდა ამერიკას ყოველი საიდუმლო მასოთა თავრობის მიერ შეგვიძლია ყველაფერი იცოდა კარგი დიდი მადლობა პათოსის გასაგებია გვალობ რეკლამაზე გავალ და მე გავაგრძელებ საუბარს ბატონო თუ გინდა თუ პასუხი დამ ბატონო მე ძალიან მოგწონს თუ პასუხი უფრო ის მაინტერესებს თუმცა მინდა ვთქვა რომ მე მაგალითად აზრის ვარ თქვენ ხალხზე ყველა ის არ არის აინშტაინი მაგრამ იმაში მაინცაა ყველა გარკვეული რომ თვითონ რაც ჩაიდინეს ეს რევოლუცია ჩვენ გაკეთებულია და რაც შეეხება იმას რომ მასონები და სხვა დიახ შეიძლება მასონები წურებიან თქვენს რიგებში მე არ ვიცი მე მაბრალებენ მაგალითად თუმცა ახალი გითხრათ მე რუსეთის აგენტობა მიჩნდა მასონობა რაღაც მეტისება გაუგებარია ჩემთვის გასწრება მე მგონი ამ არც აქვს არსებობის უფლება ყველაფერს მაგრამ დიდი გასავალი არ უნდა გქონდეს იმიტომ რომ შეთქმულების თეორიები როგორც წესი არ შეესატყვისება ხოლმე სიმართლეს მასონებს ალბათ ჩვენთვის ახლა არ ძალიან მას თავისი საქმეებია ჩვენ თვითონ იმ კითხვას დაუპასუხოთ 2 ნოემბერს რატომ მოვიდა ეს ხალხი და ხელისუფლება რატო ვერ მიხვდა და რატო დაჭირდა ამდენი დრო და რატო მომდე არ ამოხდა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ მოვლენას აქვს ის ფიზიკური თვისება რასაც ქვია ინერცია შენი თავი დავით აღმაშენებელი გეგონოს შენ გეგონოს რომ ქართულ ნაციას ქმნი როგორც შექმნა მეზობელ ქვეყანაში ასე ვთქვათ ქემალ ატათურქმა ნაცია და შენ ასეთი მაღალი აზრის იყო შენ საკუთარ თავზე შენ ამას გიმტკიცებდეს ყველა ვინ შემოდი შენს კაბინეტში შენ გიმღეროდეს ოსანას ბევრი ვინმე და შენზე ამბობდნენ რომ დემოკრატიის კარიჭია და დემოკრატიის ესა beacon of democracy არის ანუ ჩირაღდანი და მოკლედ რომ ეს არის და ნობელის პრემიაზე წარმატგინოთ და ეს ლაპარაკი და უცებ ამის მერე გაიგო რაც ხარ სინამდვილეში ეს ძალიან ძნელია სულ მახსენდება ჩემს მიერ ნახსენები შავარამიშვილის ერთი რადიო არკი სადაც კაცი გამოდის კახეთში შეაჩერა ამბობს ვინ ვარ მე და